იცაბო კლდის წვერზე, პანთანასას სახელობის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დგას. 200 საფეხურის ავლის შემდეგ სამონასტრო კომპლექსში მოხვდებით, სადაც 300-მდე წმინდანის ნაწილებია დაბრძანებული. როგორც ტაძარში მისული მრევლი ამბობს, აქ არაერთი სასწაულის მომსწრე გამხდარა. წმინდა პანთანასა ცნობილია ონკოლოგიური დაავადების მქონე მკურნალ წმინდანად, რაც ტაძარში მისული მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის დამატებით იშვება. მონასტერი სამ ეკლესიას და უამრავ ისტორიას აერთიანებს. აქ ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განსხვავებული ასაკისა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები ერთი იმედით იკრიბებიან. თავარი არწმენით იყო და უფალი როგიშვილის და დედაღვთისმშობელი როგიშვილის ისე ვერცერთი ექიმი და ვერცერთი წამალი ვერ გიშველის. ყველანაირი ავადმყოფობის განსაკუთრებით სიმსივნიანები. აი თავში მაქვს მე კეთილთვისებიანი სიმსივნე. ზედ ნერვზე. ვიარე ექიმებთან ვერაფერი ვერ მიშველა წამლებმა. ყოველ ოთხშაბათ და პარასკევს დავდივარ აქ. მე ალბათ ესე 9 თვე იქნება დავდივარ უკვე. სიმსივნით ვიყავი როგორც ჩვენმა ექიმებმა მითხრეს, მაგრამ წელიწად ნახევარია ცოცხალი ვარ იმის შემდეგ, რაც ეს დიაგნოზი დამისვეს. ხედავთ, რომ კარგად ვარ და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის.